რას პასუხობდათ ის, რას ეკითხებოდა მას ბრალდება, რას პასუხობდა მამალაძე? ესეთ ახლა მაგაზე კონკრეტულად რო ვისაუბროთ, იმდენი დრო დაგვჭირდება, რაც სასამართლოში მიდიოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მე შემიძლია მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ირაკლი მამალაძის დაკითხვის დროს მან ვერც ერთი პასუხი ვერ გასა იმ ვითომ და არსებულ სუბიექტს ეს პატრიარქიც ითვლება ამ შემთხვევაში მაღალი სასულიერო პირები, შემდეგ ხალბატონი შორენა თეთრუაშვილი, თუ ვის მიერ როგორ რატომ უნდა მომხდარიყო და ეს საიდან მომდინარეობდა, ანუ ეს ყველაფერი ემყარებოდა მხოლოდ შემდეგ პასუხს. მე ესე მეგონა, მე ესე ვარაუდობდი, თორე კონკრეტულად ვინ რა ქმედება და რომელი ქმედება უნდა განეხორციელებინა, მაგაზე დეტალურად, აი ამომწურავად ხო შეიძლება, როდესაც ადამიანს ესე ვთქვათ, ბრალს უყენებ, რომ ის აპირებს დანაშაულის ჩადენას და ამავდროულად იძახის, რომ მასსა და მამა გიორგის შორის ძალიან დიდი ნდობა არსებობდა და მათ დიდი წლების განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს მთელი საკითხი მივიდა იმ ჭრილამდე, რომ ეს ეჭვები და ვარაუდი თურმე ირაკლი მამალაძეს იმიტომ გაუშვა, რომ თითქოს და გიორგი მამალაძე ცდილობდა, ანუ დეკანოზე გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ რაღაცა საკითხი, ესე რომ ვთქვათ, მისთვის ძალიან ცუდი მდგომარეობაში ჩაეყენებინა თვითონ ირაკლი მამალაძე და ეს იყო ჩვენთვის ძალიან გასაკვირი, იმიტომ რომ ერთმანეთს დაეკონტაქტნენ ორი მამალაძე, დეკანოზი მამალაძე და მოწმე მამალაძე, რა თემაზე ჰქონდათ შეხება? ნუ კითხვები ქონდა მამა გიორგის შემდეგი, რომ რაში დაინახა, როდის დაინახა, ან რითი ასაბუთებს იმ შეგრძნებას და იმ მტკიცებულებების არსებობას, რომლითაც ის გამოდიოდა და საზოგადოებაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდება მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების. ამაზე პასუხი იყო ძალიან ზოგადი. ეს იყო მხოლოდ ჩემი ვარაუდი. მე ესე ვფიქრობდი. ვინ იყო ის პიროვნება, რა იყო, როგორ მოქმედებდა ეს ყველაფერი, მაგაზე მას პასუხი არ ქონდა. ის მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდა და აი ძალიან არაადეკვატური პასუხები იყო იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ ამას როგორ უსწრებდა წინ ის ინფორმაციები თუ როგორ გადაარჩინეს საპატრიარქო, საქართველო, ეკლესია იმ დიდი უბედურებისაგან. მე შემიძლია ამას ხდომაზე ირაკლი მამალაძე, რომ საქართველო გადაარჩინა და პატრიარქი გადაარჩინა დიდი უბედურების და ქართული ეკლესია? არა, არა, მე ამას გულისხმობ, როდესაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაცია საზოგადოებაში, მოგეხსენებათ. ეს მაინტერესებს. ხდომაზე იმდენს არა, ვეღარ ამბობდა. შეგიძლიათ ბატონიშა. უბრალოდ დაასრულეთ უკაცრავად, დაასრულეთ, მე თქვენი პასუხები უფრო მაინტერესებს ახლა. უბრალოდ ის ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იყო გამოწვეული, რომ მას თავისი პირადი შეგრძნებები გაუჩნდა, რომ თურმე და შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნული ეგეთი რაღაცა მომხდარიყო, თორე კონკრეტულად, აი ესეთ როგორი რაღაცა, როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ და როდესაც შენ გავს ისეთი ინფორმაცია, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი, არა ვარაუდების და შეგრძნებებიდან, არამედ მტკიცებულებების ფონზე, რომ აი თქვათ, რისთვის ჭირდება, ვინ არის ის სუბიექტი, ამაზე არ იყო კონკრეტული პასუხი და მე ამას ხას რატომ უსვამ. მე ღრმა დარწმუნებული ვარ ამ ჩვენების საფუძველზე, მოსამართლეს დიახაც ექნება ზუსტად სამართლიანი განაჩენის გამოტანის საშუალება და აქვს კიდევაც მე დარწმუნებული ვარ და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას და გამოიტანს იმ განაჩენს, რითაც მამა გიორგი ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის დახურული პროცესი. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ საუკუნის პროცესია პრაქტიკულად და არის დახურული, ამიტომ მაპატიეთ ეხა ძალიან ისე სასაცილოდ შეიძლება თქვენს თვალში გამოვიყურებოდი ამ ჩემი შეკითხვებით, მაგრამ მაინტერესებს ეს სურათი რომ წარმოიდგინოს მაყურებელმა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, აი დიალოგში კამათი იყო მოწმესა და ბრალდებულს შორის? არანაირი, მე შემიძლია გითხრათ, რომ მართალ ადამიანს დაპირისპირება არასდროს არ ჭირდება. ძალიან
კვალიფიციური, ძალიან ადამიანური, ძალიან აი როგორც სასულიერო პირს შეეფერება, ისეთ კითხვებს უსვავდა, მაგრამ ხანდახან ცოტა მდგომარეობიდან გამოდიოდა თვითონ მოწმე და რაღაც ცოტა აგრესიას გამოხატავდა, მაგრამ კიდე იქით ახერხებდა მამა გიორგი, რომ მისთვის ყველანაირი პირობა შეექმნა, რომ იმ კითხვებზე გაეცა ზუსტად ის პასუხი, რაც აი ესეთი არა უბრალოდ რეზონანსულად აქცია ეს ყველაფერი და მე შემიძლია პირდაპირ გითხრა და ჩემს გარდა ჩემთან ერთად ჩემი კოლეგებიც იყვნენ და კი ბატონო, ისინი მოგვიანებით ისაუბრებენ ჩვენს ეთერში ცოტა გვიან გადაცემის მეორე ნაწილში. ბატონო მიხეილ, თქვენ წინა ეთერში დაანონსეთ, როდესაც ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ დეკანოზის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილ წერილში იყო დასახელებული ციანიდის საქმის შეკერვაში სუსის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის სახელი და გვარი, თქვენ მაშინ მე მითხარით, რომ სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც დასახელდებაო. ხომ არ დასახელდა ვინმე სახელი და გვარი, ან იგივე გოგაშვილის გვარმა თუ გაიჟღერა დღეს? ჯერ არა, მაგრამ იცით რა არის, როდესაც ჩვენ ვიწყებდით ძირითადი მოწმის ჩვენებით. აი ამაზე უკვე საუბარი იყო მოსამართლესთან, რომ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ყველა ის სუბიექტი, რომლებიც არსებობენ ამ საქმესთან მიმართებაში, თუ რა мотиваცია, რა მიზანი და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი და ამას უკვე დრო გვანახებს და სასამართლო პროცესი მოგეხსენებათ, უკვე 7-8 საათი მინიმუმ მიმდინარეობდა, მეტი თუ არ ეხა ზუსტად დროს კი, დიდი ხანი მიდიოდა. ციანიდზე რას გვეტყვით და გაგანთავისუფლებთ ციანიდის თემა, ვისგან შეიძინა ციანიდი დღეს მაინც თუ